და საქართველოს ახალ ამბებს დაუბრუნდეთ. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რამდენიმე წუთის წინ ტრადიციული ბრიფინგი დაასრულა. კურიერი ჟურნალისტი ნათია გოგსაძე ესწრებოდა ბრიფინგს და ახლა ნათია მოგვიყვება თუ რა თემებზე ისაუბრა პრეს-სპიკერმა. მანანა მანჯგალაძე პირველ რიგში გამოეხმაურა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით ეს არის ისტორიული დღე, ვინაიდან ტერორიზმი დღემდე მსოფლიოსთვის რჩება ნომერ 1 გამოწვევად. ჩვენი შეხვედრა მინდა მოგეცით დავიწყო. ეს მართალია ვიწრო და ისტორიულ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 11 სექტემბერს და სხვა ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპული ათასობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას. შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაცია, რომლის შედეგად ალ-ქაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოხდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. მიუხედავად ამ დიდი გამარჯვებისა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ გრძელდება. დარწმუნებული ვართ, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა სამართლიანობის ზეიმისა. ეს დღე ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის უდიდესი გამარჯვებაა. ამ ოპერაციის წარმატებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ვაშინგტონის ძლიერება და მდგრადობა გლობალურ საკითხებში და განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს როგორც ქვეყანა, რომელსაც თავისი წვლილი აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს შეერთებულ შტატებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ასევე ისაუბრა ლიტვის პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტზე საქართველოში. დალია გრიბაუსკაიტესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება 2 საათზე. ამის შემდეგ ის გამოემართება პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად. მოგვიანებით გაიმართება ოფიციალური დახვედრა პრეზიდენტის სასახლის ეზოში. ამის შემდეგ პრეზიდენტებს ექნებათ საშუალება, რომ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები. მოგვიანებით საქართველოსა და ლიტვის პირველი პირები გაემგზავრებიან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინებით შესამკობად. ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს ხვალდატოვებს. შეხვედრებით გრძელდება ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც ორ მეგობარ ქვეყანას საქართველოსა და ლიტვას შორის ჩამოყალიბდა და არსებობს. ჩვენ კარგად გვახსოვს ლიტვის თანადგომა და მხარდაჭერა საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში და ჩვენი ქვეყნისათვის მძიმე დღეებსა და წუთებში. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს თბილისი ლიტვის პრეზიდენტს მასპინძლობს. პრეზიდენტებს შორის მთელ რიგ საკითხებზე შედგება საუბარი. ეს არის მთელი სპექტრი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებისა, მათ შორის პოლიტიკური, სამართლო და ეკონომიკური თემები და ბუნებრივია, მათ შორის არის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებიც. მაისი ძალიან დატვირთული იქნება ვიზიტებით. ლიტვის პრეზიდენტი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ მაისის ბოლოს თბილისში ასევე ჩამოვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მოგვიანებით კი საქართველოს ეწევა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგი.